როცა უკვე ძველათმოს ვეხებით აი ებრაულ სახელთა განმარტებაში, ვფიქრობ, ყველაზე მეტად შეიძლება მეტი კომენტარი ქონდეს ნეტა იერონიმეს, რომელიც არის ვულგატას რედაქტორი, ასე ვთქვათ, ლათინური თარგმანით, რადგან ის ძალიან ახლოს იცნობდა ებრაულ სამყაროს, ებრაულ ენას და შესაბამისად, ბევრი გარდამოცემები ებრაული იცოდა და ბევრი შენიშვნები მისი კომენტარები ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო არის. ბიბლიური საკუთარი სახელების სიმბოლური ღვთისმეტყველება, ღვთისმეტყველება სიმბოლიკის გამოკლებით ასეთ შეიძლება ვთქვათ, რაც გულისხმობს იმას, რომ წმინდა წერილში დაცული საკუთარი სახელები როგორც ადამიანებთან დაკავშირებით გამოყენებული, ასევე გეოგრაფიული ადგილებისა წინასწარმეტყველებითია რაღაც მოვლენის გამცხადებელია. ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 წუთზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. და აი ამის შემდეგ ისააკის ისტორიაში არაფერი თითქოს მნიშვნელოვანი არ ხდება. თითქოს ვერაფერს ვეღარ აკეთებს. შესაძლებელია ეს აი ემოციურად ისეთი დიდი რამ აღასრულა მან საქმე გააკეთა. თან ამ შემთხვევაში ქრისტეს განასახიერებს ის სიმბოლურად. ამის შემდეგ დიდი საქმეები შემდეგში აბრაამი ავალებს სახურს რომ მოუყვანოს ცოლი. ცოლის მოსაყვანს და მთლიანად მთელი ცხოვრება მორჩილია თითქოს ის. და ამ მორჩილებაშიც რამხელა საქმეს ასრულებს.